Just მეგობრებო, მე ვარ ნიკა და მე დღეს გადავიღებ tutorials თუ როგორ ჩავიწეროთ ხარისხიანი ბანდიკამი და როგორ გადავიღოთ ხარისხიანი ვიდეო. მე გასწავლით როგორ მომმართოთ ბანდიკამი. და რომ მას არ გქონდეს აწუთიანი ვიდეოს გადაღების ლიმიტი და თქვენ შეძლოთ ამდენი ხანიც გინათ, იმდენი ხანი გადაიღოთ ვიდეო. მე ამ ლინკს რომ არიწვალოთ დაგიდებ description-ში და description case-აც დაგიდებთ, აქ მიცემთ, ამას არ გადმოიწერთ და გადმოიწერთ ამას გადმოიწერთ, მე ის უკვე მაგ ამიტომ არ გადმოვიწერ და გავხსნიმ აქ იქნება download-ებში თუ თქვენ არ გადმოიტანთ, აი ესე და ეს ამოარქივეთ აი აქიდან extract to და სადაც გინდათ რომ ჩავარდეს მე დესკტოპზე მაქვს გახსნით აი ამას აი ჯერ აინსტალირებთ bandicams yes ნებისმიერი ენის არჩევა შეგიძლიათ შემდეგი ამას გამოვურთოთ მარტო და ეს laptop icon-ი ქონდეს ამ თაზრი არ აქვს რაც გინდათ ჩააგდებთ ჩატვირთოს არ მიწვევთ რომ აქვს და გეტყვით კიდევ ერთს რომ დაინსტალირება რომ დამთავრდება ეს ძალიან უცბად დამთავრდება ამის დაინსტალირება იქ ეწერება რომ ჩაითოს თუ არა პროგრამა დაინსტალირების შემდეგ თქვენ ის გამოურთეთ და არ ჩართოთ bandicam მაგეთი ჩართეთ run with administrator-ით მე უკვე მაქვს და ამიტომ არ მინდა აი აქ ეწერება bandicam unregistered მე უკვე დარეგისტრირებული ვარ და აქ ჩემი სახელი PC Gamers-ი serial numbers ყველა თქვენი serial number გიქნებათ ჩართავთ აი ამ კრეკი კაი აქ წერეთ თქვენ სახელს მაგალითად ნიკა ესე დააწერთ სადაც გაქვთ bandicam-ი crack bandicam-ს მიცემთ ამოგიგდოთ ფანჯარას დააჭერთ OK-ს და შემდეგ register bandicam იქაც დააჭერთ register bandicam-ს მეორჯერ და იქნება ისე OK ამას სულ გამორთავთ ესეც გამოირთვება თავისით და რო შემოხვალ დაეწერება registered ანუ თქვენ ის 10 წუთიანი ლიმიტი უკვე მოგიხსნათ და რამდენი ხანსაც გინათ იმდენ ხანს გადაიღებთ ვიდეოს მოდი ხა გაჩვენებთ როგორ უნდა მომმარტოთ bandicam-ი ეს არის შეგიძლიათ ესე დააყენოთ ანუ bandicam ყოველთვის წინა პლანზეო ანუ ეს არის ის რომ აი აქ ხوار ჩანს bandicam აი ეს რომ დავაჭირო ამას აი აქაც არის ამ ნომერზე ვერ გადავდივართ ესენი რაღაც არ არის ესენი საჭირო მე ეგრეთვი თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ full screen record ანუ არ მოგიწიოთ ესე შლა და რაღაცები ან იმაზე მითითება პირდაპირ თლიან ეკრანზე გადაიღებს ვიდეოს და აქ შეგიძლიათ შეხვიდეთ ეს დამწყებია ანუ ეს თქვენ თუ გქინათ კონდეთ მაგრამ მე მინდა და თქვენ თუ გქინათ არ კონდეთ მე ამ full screen recording-საც დავამატებ თქვენთვის ბლოკეტები ხა output-ებში არაფერი არ საჭირო აქ ყველა შემოხაზეთ ენები აქედან შეგიძლია აირჩიოთ და სხვაში არაფერს არ შეეხო დაანებეთ თავი აქ უკვე ჩაწერეთ დატომად ხო აქ შეხვალთ და ესენი გეტყვით რა ანუ აქ თუ ავირჩევ აწუთს მაგალითად 10 წუთი რო იქ 10 წუთზე რომ მივა ვიდეო გამოირთვება შეგიძლიათ ეს დაყენო აი აქ არის მაგალითად 100 მეგაბაიტზე რომ მივა გამოირთვება ვიდეო მე ის არ მაწყობს ამიტომ როცა მინდა მაშინ გამორთავ ეს უკვე მორჩით რაღაცა ისე ადვილად ვიდეოებში გადავიდეთ ეს არის ჩართვა გამორთვა F12-ით დაპაუზება F9-ით ანუ show mouse კურსორი ეხლა ხედავთ აი კურსორს და თაგვის დაწყებების ეფექტი რომ დააწყაპებ და რაღაც ხმაროა რა მომართვა აქედან შეგიძლია ხმა მომართო ხმის ჩაწერას თუ არ მიცევთ ანუ ხმა არ ჩაიწერება და Win7 დააყენეთ ამაზე და microphone high definition audio device თქვენ როგორც გინდათ ეს ისე დააყენეთ მე გააჩნიათ თქვენ აპარატურასა და ყველაფერსაც
webcam-ი. Webcam-ი არის ეს ახალი ვერსია და დამატებული არის იმითი რა ქვია ვიდეო თვალით გადაღება, ანუ შეგიძლიათ ვიდეოში გამოაჩინოთ თქვენი სახე. აი მაგალითად გინეთ რომელ ადგილზეც გინეთ, რამ ხილას იზეც გინეთ, მაგრამ მე არ მაქვს webcam-ი და არც მინდა გამოვაჩინო ჩემი სახე. ანუ ლოგო. თქვენ ალბათ გიყურებთ ვიდეოებისთვის და ქვევით მარჯვენა კუთხეში არის ხოლმე რაღაცა არხის ლოგო. მაგას ადებენ აი აქიდან ესე, აქედან აირჩევენ, სადაც აქვს თავისი ლოგო და ესე ადებენ. ეფექტები ეს თაგვის დაწყებების ეფექტები, აქ მე ლურჯად იქნება, რომ დავაწყაფებ და შეიძლება ლურჯადაც იყოს, ლურჯად იქნება მაუსის გვერდზე. და მომართვა აქ იყოს ჩვეულებრივი ჩაწერის პრიორიტეტი ესე დააყენეთ. აქ აღარაფერი აღარ გვესჭირდება. ხო, ეხლა აქ თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი კომპიუტერის მონიტორის ზომაზე. ან შეგიძლიათ გავუწოთ სრულ ზომაზე, ნახევარ ზომაზე, სიგნის მორგებაზე, სიმაღლის მორგებაზე, მე მაქვს სრული ზომა. თუ გაქვთ ისეთი თუ გაქვთ რა საშუალო დონის კომპიუტერი, დააყენეთ 30 FPS-ზე, არ ხვიდით 60 FPS-ზე, იმიტომ რომ დაიტანჯება რასაც ქვია კომპიუტერი. და გაგიჭედავთ რა. და თუ გაქვთ რაღაცა ისეთი კომპიუტერი, გიჩვენოთ რომ დააყენოთ 15-ზე ან 20-ზე, აი ბანძი, მაგრამ 20-ზე არა, 15 ან რაღაც 25 ან ეგეთი. 120 არის ძალიან უაზრობა. უი, მოდიშით. ჩემი აზრით 120 არის ძალიან უაზრობა. 120 ხა რაც აუნაძლერი კომპიუტერი იყოს, გაჭედავს მაინც ცოტათი 120. თამაში რა Minecraft შეიძლება დაიჭრო მაგარი კომპიუტერი და 120 ან ისეთ პონტი იმითი რა ქვია კომპიუტერით. აქ დააყენეთ XYD. ხარისხი აქ 100 და 100p უმაღლესი. აქ აკონეთ PCM-ი ანუ მემპერია MPG1L2, მაგრამ PCM-ი ჯობია, PCM-ზე გადავიყვან. არხები სტერეო მონო არ დააყენოთ და სიხშირე ყველაზე მაღალი. აქ დიახს მიცემთ და всё. აქ всё უკვე მოჟით ყველაფერს გამოსახულება. აქ შეგიძლიათ 11 ღილაკით მოიცადეთ. შეგიძლიათ სურათის გადაღება. მე მგონი. როგორც მახსოვს. აქ ანაბეჭდის აღება, ანუ სურათს რო გადაიღებ. აქ შეგიძლიათ ჩაწერო 1 წუთი და ყოველ 1 წუთში გადაიღებს სურათს. ეს ავტო გადაღებია. აქ დააყენეთ JPG მაღალი ხარისხი, ესენი არ დააყენოთ. Output არის ჩვენი გადაღებული ვიდეოები, აქ არის ჩაყრილი და შესახებ. ჩვენ უკვე მოვწვით ამის გამხილვას. თამაშები აი აქ რო გადახვალთ. არის უკვე დამატებული ერთი გრაფა კიდე FPS და თქვენ შეგიძლიათ იქიდანაც გააკეთოთ გიჩვენოს ეკრანზე FPS-ი არ გიჩვენოს და ესე დაარეგულოთ. თვითონაც მიხვდებით თუ ქართულ ენაზე დააყენებთ. მექნება მე ასევე სხვადასხვა ტუტორიალები. მადლობა ყურადღებისთვის და იმედია დაგიხმარათ ჩემი ეს ტუტორიალი. რავი, ბევრისთვის ალბათ ეს მართლაც კაი გაკვეთილი იყო, იმიტომ რომ მე მაქვს არხების ნანახი, გადმოწერილიც მაქვს ყველაფერი, მაგრამ მათი კრაკი არ წასულა და აწუთიანი ლიმიტი არ მოხსნილა. მე ხა სპეციალურად დავალოდები 10 წუთს რო გადასცეს და რო განახოთ რომ ლიმიტი არ მაქვს 10 წუთი, რამდენი ხანიც მინდა იმდენი ხანი იქნება ჩემი ვიდეო. ცოტასაც ვილაპარაკებ და გეტყვით სამომავლოდ რას ვიზამთ. ალბათ დავდებთ Minecraft-ის ვიდეოებს, ალბათ კი არა, უეჭველი დავდებთ Minecraft-ის ვიდეოებს, გვექნება Minecraft მინიგეიმები, build battle და სხვადასხვა რაღაცეები. გავივლით survival-საც გავივლით. არ ვიცი კიდე სამომავლოდ ხა რას გადავიღებთ ახლა ესე. შეიძლება Minecraft FTP დავიწყოთ ან კეტკიტი დავიწყოთ. არ ვიცი. და როგორც შევდახტებით ბიჭები და როგორც გვეცლება.